უკრაინაში არის რეგიონი, სადაც ყველაზე ძლიერი დერუსიფიკაციის მანქანა ამოქმედა. დაუჯერებლად დაწევლილია. ნებისმიერი რუსი, ვინც ამ რეგიონში შედის, იცის, რომ აქ რაღაც უცნაური ხდება. ზაფრის მომგვლელი, ძლიერი. ცაში და მიწაზე მანქანები ნადირობენ. და ისინი, ვინც ფრონტის უკან არიან, იციან, რომ მათი ამხანაგები, რომლებიც წინ არიან, აღარასოდეს დაბრუნდებიან. ეს უკრაინაში ის ადგილია, რომელზეც ყველაზე ზემეთად ნადირობენ. მოგესალმებით ჯოჯოხეთში, პუტინის მარიონეტები. აქედან ცოცხალი ვერავინ გადის. დაწკევლილი რეგიონია პოკროვსკი და უკრაინის დიდი გეგმაა შექმნას უზარმაზარი სასიკვდილო ზონა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრზე ან მეტზე ვრცელდება. ეს ეხება სიკვდილის გამოწვევას და რუსეთის ლოგისტიკის განადგურებას რეგიონში. როგორც უკრაინის მე-7 საჰაერო სადესანტო კორპუსის მეთაურმა გაამჟავნა FM ლასეჩუკი ექსკლუზიურ ინტერვიუში მილიტანტთან. მიზანი, ამბობს ლასეჩუკი, არის მოწინააღმდეგის მოძრაობის შეჩერება ფრონტის უკან, ლოგისტიკაზე საშუალო რადიუსის დრონებით დარტყმით, ამავდროულად ფრონტის ხაზთან ახლოს ინარჩუნებენ FPV დრონებით სავსე სასიკვდილო ზონას, რომელიც კვლავ ანადგურებს რუს ჯარისკაცებს, რომლებიც პოკროვსკის მიმართულებით შეტევას იწყებენ. სიტყვა დაწევლილი არც კი არ წერს იმას, რაც რუსეთს ელის. სიდან სიკვდილი თავს დაატყდება პოკროვსკის იმ უბნებში, სადაც რუს ჯარისკაცებს ეგონათ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ. ლასეჩუკი ამბობს, რომ ოკუპანტები ცდილობენ პოკროვსკი ლოგისტიკურ ჰაბად აქციონ, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ღრმად შეიჭრან დონეცკის რეგიონში. ამიტომაც არის ლოგისტიკური ბლოკადა. და თუ ყურადღებით ადევნებდით თვალს იმას, რასაც უკრაინა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აკეთებდა, იცით, რომ სასიკვდილო ზონის გაფართოება ლოგისტიკის სამიზნედ ქცევით ახალი იდეა ნამდვილად არ არის. უკრაინა ამას აკეთებს მას შემდეგ, რაც შეიმუშავა საშუალო რადიუსის ახალი თაობის დრონები, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრზე მეტ მანძილზე დარტყმის უნარს ფლობენ. უკრაინამ ამ კამპანიას ოფიციალური სახეც კი მისცა. 27 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავისი ლოგისტიკის ბლოკირების პროგრამის შექმნა, რომლის ფარგლებშიც უკრაინა $100 მილიონ მეტს ჩადებს ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინული დანაყოფებისთვის საშუალო რადიუსის დარტყმის დრონების შესყიდვაში. ეკულების სისტემის გამოყენებით დაფინანსება გადაეცემა ყველაზე წარმატებულ ბრიგადებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გააძლიერონ თავიანთი წარმატება საშუალო რადიუსის დარტყმების საშუალებით, რომლებიც რუსულ ლოგისტიკას აზიანებს. ეს არის უფრო ფართო გეგმა. პოკროვსკში ლასეჩუკი აშკარად აპირებს ისარგებლოს ამ პროგრამით და შექმნას ფართო განადგურების ზონა, რაც ქალაქს რუსებისთვის ლოგისტიკურ ჰაბად გამოყენებას ურთულებს. ლასეჩუკი შთაგონებას მიიღებს იმით, რაც ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამამ უკვე მოახერხა ოკუპირებულ ყირიმში. იმ ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტია, ასევე ხშირია ელექტროენერგიის გათიშვები, რომლებიც გამოწვეულია ყირიმის ელექტროსადგურებზე განხორციელებული დარტყმებით. ხიდებს აფეთქებენ და იარაღისა და მომარაგების კოლონებს ანადგურებენ, მანამ სანამ ისინი ყირიმამდე მიაღწევენ. ლასეჩუკის მიზანი პოკროვსკში 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონის შექმნით საბოლოოდ იგივე შედეგის მიღწევა იქნება. გადააქციოს პოკროვსკის შემზარა უკაცრიელ ქალაქად, სადაც არავინ გაბედავს შესვლას შიშით, რომ უკრაინული დრონი მათ მტრად აქცევს, სანამ ისინი ფრონტის ხაზთან მიახლოვდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია პოკროვსკში მიმავალი საბრძოლო მასალის, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეჩერება, მაგრამ განსაკუთრებით ცოცხალი ძალაა ის, ვისაც ლასეჩუკი მიზანში ირებს. ის ამბობს, რომ რუსეთის მთავარი ტაქტიკაა ხალხის პოკროვსკში გადაყვანა და შემდეგ მათი კიდევ უფრო ღრმად დონეცკში შეღწევა. ხშირად სულ 2 ადამიანისგან შემდგარ პატარა ჯგუფებად. ეს შეღწევის სტრატეგია არაფერია ახალი. რუსეთი მას 2025 წლიდან იყენებს, რადგან უკრაინის FPV დრონებმა დიდი მექანიზებული შეტევების სისხლიან დაპირისპირებად აქცია, რაც მეტალშიც და ადამიანურ დანაკარგებშიც რუსეთს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე შეუძლია გაუძლოს. ამიტომ შეღწევის ჯგუფები ჩუმად შედიან. ისინი რეალურად ტერიტორიას არ იკავებენ. ისინი იკავებენ მცირე ნაწილებს, იმალებიან და ელოდებიან დახმარებას, რომელიც ხშირად არასდროს მოდის. მაგრამ ამ სტრატეგიის უკან მიზნები დგას. როცა რუსეთი მალულად აგზავნის შემოპარვილებს, ამ მიღწევას როგორც არ უნდა იყოს, იყენებს პროპაგანდისთვის. პუტინი შეიძლება ლაპარაკობდეს იმაზე, რომ რუსეთმა ტერიტორია აიღო, მაშინ როცა რეალურად იქ მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცი ყავს დამალული. ამის გარდა ეს შემოპარვა მიზნად ისახავს უკრაინის გადაძაბვას. არც ერთიანი ფრონტი არ არსებობს. ამის ნაცვლად ათეულობით სამალავი უნდა მოიძებნოს და განადგურდეს. რუსეთი ამ შეღწევის სტრატეგიას ავითარებს. ივნისის სტატიაში Forbes-მა აღნიშნა, რომ რუსი შემოპარულები ახლა იმდენად ღრმად შედიან სასიკვდილო ზონებში, რამდენადაც შეუძლიათ. ისინი ქმნიან წინწაწეულ საკვდენ პუნქტებს, საიდანაც შეუძლიათ დრონების გაშვება უკრაინული ძალების წინააღმდეგ. მათი მარაგები რა თქმა უნდა შეზღუდულია. როცა დრონები ამოიწურება, შემოღწევლებს აღარაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ დასხდნენ და დაელოდონ. მაგრამ ის ქაოსი, რასაც ისინი იწვევენ, საკმარისია უკრაინისთვის სერიოზული პრობლემების შნების შესაქმნელად. პოკროვსკში არსებული 100 კილომეტრიანი განადგურების ზონა სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლადაა შექმნილი. ლასეჩუკი ამბობს, რომ ახლა უკრაინის მიზანია გაანადგუროს შემოჭრილები მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ ზურგში არიან თავმოყრილნი. ამის ნაცვლად, რომ არ მისცენ საშუალება მიუახლოვდნენ ფრონტის ხაზს და შეპარვას ცადო. სწორედ აქ შემოდის თამაში 100 კილომეტრიანი განადგურების ზონა. საშუალო მანძილის დრონების, რეაქტიული артиლერიისა და შორ მანძილზე მოქმედი ლულიანი артиლერიის კომბინაცია პოკროვსკში ზეციდან სიკვდილს ჩამოიტანს. ისევე გაანადგურებს ჯარისკაცებს, მარაგებსა და ლოგისტიკურ მარშრუტებს. წარმოიდგინე, რომ ეხლა რუსი ჯარისკაცი ხარ. ამ ამბებიდან ვერცეც ვერ გაიგებდი.
შენი მეთაურები მაქსიმალურად გიმალავენ ინფორმაციას, რადგანაც მათ იციან, რომ შენ უნდა იყო კარგი პატარა ჯარისკაცი, რომელიც ბრძანებებს კითხვების გარეშე ასრულებს, მაგრამ შენ იცი, რომ პოკროვსკი სიკვდილის ზონაა. ამხანაგის შემდეგ უკვე დაიღუპა ქალაქის აღების მცდელობისას. და შენ იცი, რომ ფრონტი სავსეა დრონებით, რომლებიც წამში გაგანადგურებენ. მაინც თავს უსაფრთხოდ გრძნობ. ჯერ კიდევ ზურგში ხარ და ბრძანება, რომ ფრონტზე წინ წაიწიო, ჯერ არ მოსულ. ერთ წამს თავს მშვიდად გრძნობ. და ისმის დრონის ბზუილი. ერთ წამს ფიქრობ, რომ სადღაც ახლოს მდებარე დრონების დანაყოფი უშვებს უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინული პოზიციების დასაბომბად, მაგრამ შემდეგ აფეთქების ხმა გესმის. მეორეც მოხვდება. შემდეგ კიდევ ერთი. თქვენ თავს გესხმიან იქ, სადაც ფიქრობდით, რომ უსაფრთხოდ იქნებოდით, როცა დრონი ან რაკეტა თქვენკენ მიისწრაფვის. გაცნობიერება ძალიან გვიან გეწვევა. ეხლა თქვენ უკრაინაში ყველაზე მეტად სამიზნედ ქცეულ ადგილზე ხართ და აქედან ცოცხალი ვეღარ გახოთ. ეხლა მთავარი კითხვა. რამდენი დრო დასჭირდება, სანამ უკრაინას ექნება ეს 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა სრულად ამოქმედებული? უკრაინა უკვე კარგ გზაზეა, რადგან მე-7 საჰაერო სადესანტო კორპუსს, როგორც ჩანს, თითქმის ყველაფერი აქვს, რაც საჭირო იმისთვის, რომ შექმნას ის, რასაც ლასეჩუკი ამბობს, რომ მალე იქნება. მილიტანი მიტყობინება, რომ კორპუსმა უკვე შექმნო პერსონალისა და ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებიც საშუალებას აძლევს მას განათავსოს საშუალო მანძილის დრონები, რომლებსაც საჭიროებისამებრ აქვთ მსუბუქი, საშუალო და მძიმე საბრძოლო თავები. ეს ჭკვიანურია. ეს ნიშნავს, რომ კორპუსს შეუძლია მიზნების იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, რა დონის ცეცხლის ძალაა საჭირო მათი გასანადგურებლად. ამიტომ ის არ დახარჯავს უფრო ძლიერ დრონებს ისეთ მიზნებზე, რომლებიც რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებლითაც შეიძლება განადგურდეს. 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორპუსმა მიიღო FP2 ტიპის დრონების მარაგი და უკვე იყენებდა მათ ოკუპანტებზე წარმატებული დარტყმების მისაღებად პოკროვსკის მიმართულებით. ზუსტად ასეთი ტიპის დრონებია საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი მასშტაბის განადგურების ზონა, როგორზეც ლასეჩუკი საუბრობს. ეხლა მაისში ჩატარებული განახლების შემდეგ შეუძლია 200 კილოგრამიანი საბრძოლო თავების გადატანა, ეს დრონები Firepoint-ის მიერ მზადდება და შეუძლიათ 370 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა მძიმე ტვირთის გადატანისას. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს იქნება ის დრონები, რომელსაც მე-7 საჰაერო საშეტევი კორპუსი გამოიყენებს ხაზების სიღრმეში მდებარე გამაგრებული სამიზნეების გასანადგურებლად. სავარაუდოდ სხვა საშუალო მანძილის დარტყმის დრონებიც დაემატება კორპუსის არსენალს, ან უკვე ჩამოსულია და ჯერ არ საჯაროვდება. თავარი დასკვნა ისაა, რომ მე-7 საშეტევ კორპუსს უკვე აქვს საშუალო მანძილის დარტყმის დრონები, ასე რომ 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა უკვე აქტიურია. თუნდაც ის ჯერ ისეთი ფართო არ იყოს, როგორც ლასეჩუკი ამბობს, რომ გახდება. აირა ელოდება ოკუპანტებს პოკროვსკის რეგიონში. უკრაინა აპირებს შექმნას მრავალფენიანი სასიკვდილო ზონის სტრუქტურა, რაც რუსეთს უკიდურესად გაუხტულებს პოკროვსკის ლოგისტიკურ ცენტრად გამოყენებას ან ფრონტზე წინსვლას. პირველ რიგში გვაქვს სასიკვდილო ზონის ის ტიპი, რომელიც უკვე ბევრს აქვს ნაცნობი. ფრონტიდან 30 კილომეტრამდე მანძილზე გადაჭიმული. ესეთი ტიპის სასიკვდილო ზონა სავსეა FPV დრონებით. ასევე სხვა თავდაცვითი საშუალებებით, რომლებიც შექმნილია რუსი ჯარისკაცების შესანელებლად. ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, ეკლიანი მავთული, ნაღმები და ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილები. ეს ყველაფერი არის იმ თავდაცვის ნაწილი, რასაც დღეს ტრადიციულ სასიკვდილო ზონას უწოდებთ. გარდა იმისა, რომ უშუალოდ წინსვლის მცდელობისას რუსი ჯარისკაცების განადგურებას ემსახურება, თავდაცვითი ნაგებობები ასევე შეიძლება გამოიყენონ ჯარისკაცების ისეთი მარშრუტებით გაძღოლისთვის, რომლებიც პირდაპირ ხაფანგებში მიიყვანს მათ. ესეთი ტიპის სასიკვდილო ზონები პოკროვსკში არ გაქრებ. ისინი უბრალოდ ახალ სასიკვდილო ზონას შეერწყმებიან. ფრონტიდან დაახლოებით 30-დან 100 კილომეტრამდე მანძილზე, სადაც საშუალო რადიუსის დრონები ზიანს აყენებენ. აქ საქმეში ერთვებიან ისეთი დრონები, როგორიცაა FP2. ისინი დაარტყამენ ლოგისტიკას, სარდლობის პუნქტებს, ჯარისკაცთა თავმოყრის ადგილებს და სხვა ობიექტებს. შედეგად ფრონტზე შეტევები დასუსტება. 30 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონის ფენა კვლავ შეასრულებს თავის დანიშნულებას. მაგრამ მასზე ნაკლები ზეწოლა იქნება შემომღწეველებისგან. თავდაცვა უფრო დიდ ხანს გაძლებს და ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები შეძლებენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას, რადგან მათამდე კიდევ უფრო ნაკლები ჯარისკაცი აღწევს. რაც შეეხება რუსეთს, ეს გაფართოებული სასიკვდილო ზონა ერთ რამეს ნიშნავს. დაკარგვები უზარმაზარი რაოდენობით. ეს არის ბოლო რამ, რაც რუსეთს ახლა პოკროვსკში ან უფრო ფართო დონეცკის რეგიონში სჭირდება. რუსეთი ყოველდღიურად 1000-ზე მეტ ჯარისკაცს კარგავს. ხშირად კი 1500-ზე მეტსაც. იმ პერიოდში რუსეთმა 1600 ჯარისკაცი დაკარგა, რომლებიც ან დაიღუპნენ, ან დაიჭრნენ. დონეცკის შეტევაც ცუდად მიმდინარეობს. კიდევ მანამდე, სანამ 100 კილომეტრიანი პოკროვსკის სასიკვდილო ზონა შეიქმნება, რუსეთის ძალებს დონეცკში თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ კილომეტრზე 400-ზე მეტი ჯარისკაცის შეწირვა უწევთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამდებობიდან მიმავალი მთავარსადლის თქმით, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, როგორც RBC უკრაინა, 14 ივლისს ითხოვინება. ახალი პოკროვსკის სასიკვდილო ზონა ამ მაჩვენებლებს რუსეთისთვის კიდევ უფრო გააუარესებს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჯერ არ შევხებიორთ. ნუ თუ რუსეთმა უკვე არ აიღო პოკროვსკი და თუ მართლაც აიღო, როგორ შეძლებდა უკრაინა ამ რეგიონში სასიკვდილო ზონის შექმნას? ამ კითხვებზე პასუხს მალე გაგცემთ. ასევე აგიხსნით, რას ნიშნავს სინამდვილეში 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ სამხედრო შოუს უყურებთ. თუ ჩვენს არხზე ინფორმაციას ირებთ, ამ და გავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები, რომ ჩვენი ვიდეოები მაშინვე ნახოთ, როგორც კი გამოქვეყნდება. მაშინ პოკროვსკი. რუსეთი მართლაც ამტკიცებს, რომ ქალაქი აიღო და აქ მთავარი სიტყვაა ამტკიცებს. დეკემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ პოკროვსკში უკრაინის თავდაცვა გაარღვია და ოფიციალურად განაცხადა, რომ ქალაქი აიღო.
ეს განცხადებები საერთოდ დაემთხვა 2025 წლის ბოლოს გამართულ ახალ მოლაპარაკებებს მშვიდობის შესახებ. და მალე ნათელი გახდა, რომ რუსეთი პოკროვსკთან დაკავშირებით ითხოვებოდა, რათა ამ მოლაპარაკებებზე უპირატესობა ჰქონოდა. პუტინის საბოლოო მიზანია მთელი დონეცკის დაპყრობა და თითქოს და მნიშვნელოვანი ქალაქი დაეცა, ეს მისცემდა მას დამატებით არგუმენტს თავისი ტრაბახისთვის დონეცკის თავდაცვის გარდაუვალ დაცემაზე. რუსეთს პოკროვსკი დეკემბერში არ დაუკავებია, თუნდაც სულ ახლახანს, 18 მაისს. უკრაინას ჯერ კიდევ ეკავა პოზიციები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილებში, მაგრამ ეს პოზიციები ნელ-ნელა იზოლაციაში ექცეოდა. უკრაინის მდგომარეობა ნამდვილად არ არის კარგი პარკი პოკროვსკში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ქალაქზე, რომელიც რეგიონს სახელს აძლევს. მაგრამ სწორედ ამაშია საქმე. პოკროვსკი მხოლოდ ქალაქს აღნიშნავს. ეს გულისხმობს მთელ რეგიონს, სადაც რუსეთს ჯერ კიდევ სჭირდება წინსვლა, რათა განახორციელოს თავისი ამბიციები დონეცკში. პოკროვსკში ბრძოლები კვლავ მძვინვარებს, რომელიც განიცდის ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიური ერისს, რომელსაც რუსეთი მთელი ფრონტის ხაზზე ახორციელებს. 20 ივლისს მეცმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 186 შეტაკება გამოიწვია. მათ შორის 25 შეტევა პოკროვსკის მიმართულებით განხორციელდა. ეს მთელ ფრონტზე განხორციელებული ყველა შეტევის მერვედზე მეტია. მთელი ყურადღება ერთ რეგიონზეა კონცენტრირებული. UNN პოკროვსკის მიმართულებით შეტევების რაოდენობა ოდნავ ნაკლებ, 22 შეტევად შეაფასა. თუმცა დაამატა, რომ 3 საბრძოლო შეტაკება ამჟამად მიმდინარეობს. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა პოკროვსკის რეგიონში რამდენიმე დასახლება დაარტყა, მათ შორის თორეცკა, მიანა და ნოვოპავლივკა. აქ მთავარი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკის ქალაქი თითქმის დაცემულია, მთელი რეგიონი ჯერ კიდევ საომარი ზონაა და რუსეთი კვლავაც იმავე ხრიკებს იყენებს ამ საომარ ზონაში. ომის კვლევის ინსტიტუტმა, ანუ ISW-მ 18 ივლისის ანგარიშში რუსეთის კამპანიის შესახებ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც აჯარბებს თავის მიღწევებს და ამტკიცებს, რომ აიღო დასახლებები, რომლებიც რეალურად არ უკავია. ზუსტად ისე, როგორც პოკროვსკში 2025 წლის დეკემბერში მოიქცა. მას რა ხდება სინამდვილეში პოკროვსკში? რუსეთის უკიდურესად ნელი და დამღლელი წინსვლა, რომელიც ცდილობს საბოლოოდ გაარღვიოს რეგიონი, რათა შემდეგ დობროპელიასკენ დაიძრას, ეს რეგიონი შემდეგ გახდება კარიბჭე-სლოვიანსკისა და კრამატორსკის სიმაგრეთა სარტყლის ქალაქებისკენ, რომლებიც დაახლოებით 50 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. და სწორედ ამ პროცესის შეჩერებაში ხდება 100 კილომეტრიანი განადგურების ზონა. მართლაც მნიშვნელოვანი. პოკროვსკი უკვე ჭაობად იქცა, სადაც რუსულ ჯარებს ძლივს შეუძლიათ წინ წასვლა და ამასაც დიდი დანაკარგის ფასად ახერხებენ. პოკროვსკში გაფართოებული სასიკვდილო ზონის პირობებში უკრაინას შეუძლია კიდევ უფრო შეანელოს ეს წინსვლა, რაც მას მეტ დროს აძლევს, რომ კიდევ უფრო გაამაგროს უკვე ძლიერი ციხესიმაგრეების ზოლი. შეიძლება პოკროვსკში კონტრშეტევების შესაძლებლობებიც კი გაჩნდეს, რაც გამოწვეული იქნება რუსეთის უკანა ხაზის დასუსტებით, რასაც ამ რეგიონში საშუალო რადიუსის დრონების შემოყვანა გამოიწვევს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უკრაინა შეძლებს ქალაქის დაბრუნებას, მაგრამ მას შეუძლია ტერიტორიის ცალკეული უბნების გათავისუფლება, რომლებსაც შემდეგ გაამაგრებს და გამოიყენებს, რათა კიდევ უფრო გააფართოვოს განადგურების ზონები. უკრაინამ კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს. 6 ივლისის ანგარიშში უკრაინის ახალმა ხმამ განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი გეგმა პოკროვსკისთვის არის მისი გადაქცევა სარდლობისა და ლოგისტიკის ჰაბად თავისი ჯარების ჩრდილოეთით განლაგებული დაჯგუფები. კიდევ ერთხელ იქნა ნახსენები ციხესიმაგრეების სარტყელი, განსაკუთრებით კი ქალაქები კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამის მისაღწევად მე-7 საჰაერო სადესანტო კორპუსის წყარომ განუცხადა გამოცემას. რუსების მაქსიმუმი ისაა, რომ პოკროვსკში რაც შეიძლება მეტი ძალა და რესურსი შეიყვანონ იმ დროს შეტევების შენელების ფონზე. ოფიცერმა გააგრძელა. პტერსუს თავისი დაჯგუფების შტაბი პოკროვსკში განათავსოს. ზოგიერთი თვალსაზრისით ეს ლოგიკურად გამოიყურება. თუ უფრო დასავლეთით გაიხედავთ, იქ დიდი ქალაქები აღარ არის და შემდეგი უკვე პავლივკაა. ერთი მხრივ რუსეთისთვის ამ ჰაბის შექმნის ნებართვა უკრაინისთვის ცუდი ამბავია. მაგრამ პოკროვსკში ჯარისკაცების თავმოკრაში უკრაინა შესაძლებლობას ხედავს. პოკროვსკი შედარებით პატარა ქალაქია. იქ შეკრებილ ჯარისკაცებს ბევრი ადგილი არ აქვთ, სადაც სწავლენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქის დიდი ნაწილი ახლა ნანგრევებშია. ეს მათ იდეალურ სამიზნედ აქცევს საშუალო მანძილზე დართმების კამპანიისთვის. როდესაც პოკროვსკის სასიკვდილო ზონა 100 კილომეტრამდე გაფართოვდა, უკრაინა სარგებლობს იმით, რომ პოკროვსკი ერთადერთი ქალაქია მრავალი კილომეტრის მანძილზე, რომელსაც რუსეთი ჰაბად იყენებს, რაც საშუალებას აძლევს უფრო ღრმად შეიჭრას დონეცკში. ლოგისტიკური უპირატესობები, რომლებმაც პოკროვსკი ასე დიდხანს ღირებულ ქალაქად აქცია, ახლა რუსეთისთვის პრობლემად იქცა. შესაძლოა უკრაინას აქვს გარკვეული ეჭვი, რომ მომავალში ამ სტრატეგიის გამოყენებით პოკროვსკის გათავისუფლებას შეძლებს. მაგრამ საბოლოო ჯამში 100 კილომეტრიანი განადგურების ზონა ამ დევუსიფიკაციის მცდელობაზე არ არის კონცენტრირებული. ჯერ არა. სინამდვილეში საქმე დონეცკის დანარჩენი ნაწილის დაცვას ეხება იმისგან, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს. მიუხედავად ნელი წინსვლისა და გიჟური დანაკარგებისა, პუტინი არ აპირებს დონეცკის დამხობის მცდელობას შეეშვას. ის ფიქრობს, რომ რუსეთი რეგიონში იმარჯვებს. როგორც ამას ადასტურებს მისი 4 ივნისის განცხადებები, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის წილი დონეცკში 25%-დან 15%-მდე შემცირდა. კიდევ ერთხელ ეს გადაჭარბებულია და ეფუძნება მცდარ განცხადებებს დასახლებების დაკავების შესახებ და რუსეთის მიდრეკილებას. იმოქმედოს ისე, თითქოს ტერიტორია უკვე ოკუპირებულია, როგორც კი შეღწევის ჯგუფის შევა. მაინც სანამ პუტინი ფიქრობს, რომ რუსეთი დონეცკში იმარჯვებს, შვიდობის მოლაპარაკებები არ იქნება. დუმბერგმა ამის შესახებ 22 ივლისს
გავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ კრემლთან დაახლოებულმა ორმა პირმა მედიას უთხრა, რომ პუტინს არ აქვს განზრახვა. კვლავ დაიწყოს მშვიდობის მოლაპარაკებები, სანამ დონეცკი რუსეთის კონტროლქვეშ არ იქნება. ამ თოდმის ფონზე უკრაინის ამოცანა მარტივია. უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა დონეცკი არ აიღოს. საუკეთესო გზა ამის მისაღწევად არის ისეთი დიდი სასიკვდილო ზონების შექმნა, რომ დონეცკის აღების ფასი რუსეთისთვის ძალიან მძიმე გახდეს. აი სწორედ ამას ემსახურება 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა პოკროვსკში. უკრაინა ამ ეტაპზე არ ცდილობს ტერიტორიის გათავისუფლებას. ეს შეიძლება მოგვიანებით მოხდეს. მას სურს რუსეთი გამოფიტოს. რუსეთს მოუწიოს გადაიხადოს თავისი ჯარისკაცების სისხლით და ტექნიკის საწვავით, თითოეული წინ გადადგმული კილომეტრისთვის. შესაძლოა უკვე ხედავდეთ იმ გავლენას, რასაც ეს ახალი სასიკვდილო ზონა ახდენს. სლოვიანსკის, დობროპელიას და კონსტანტინიუკის სექტორებში, დონეცკის რეგიონში. რუსეთმა მხოლოდ 17.33 კვადრატული კილომეტრის წინსვლა შეძლო 20 ივლისამდე მიმდინარე კვირაში. მაშინ, როცა წინა კვირაში მათ 26.7 კვადრატული კილომეტრის წინსვლა შეძლეს, ეს ისაა, რაც უკრაინას სურს დაინახოს. შენელება იმ რეგიონებში, რომლებსაც პოკროვსკის ლოგისტიკური ჰაბი უნდა ემსახურებოდეს. როდესაც უფრო მეტი საშუალო რადიუსის დრონი დაფრინავს და პოკროვსკში ქაოსი იქნება, ეს შენელება გადაიქცევა ჩიხად, სადაც რუსი ჯარისკაცები იღუპებიან როგორც ფრონტზე, ისე პოკროვსკის შიგნით. პოკროვსკი ახლა უკრაინის დრონებისთვის ნადირობის ველად იქცევა. FPV და საშუალო რადიუსის დრონები ერთიანდებიან ფენოვან სტრატეგიაში, რომელიც იმ ადგილს, სადაც 2025 წელს რუსეთის ყველაზე დიდ ხალხგამარჯვებას უნდა მიეღწია, პუტინის ნებისმიერი ჯარისკაცისთვის დაწყევლილ ზონად აქცევს. და ვინ იცის, შეიძლება მალე ვიხილოთ, როგორ ანადგურებს უკრაინა პოკროვსკში მნიშვნელოვან სამიზნეებს, ზუსტად ისე, როგორც ამას დონეცკის სხვა ადგილებში აკეთებს. ხოლო ერთი კვირით ადრე, სანამ ლასეჩუკი თავის დიდ განცხადებას გააკეთებდა, უკრაინამ დაიწყო ოპერაცია ჯოჯოხეთი. დონეცკში დაფარული სამიზნის გასანადგურებლად, რომელიც რუსეთის ლოგისტიკური ქსელის ნაწილი იყო. თუ გსურთ გაიგოთ რა მოხდა, მაშინ უყურეთ ჩვენს ვიდეო, მაგრამ ჩვენ ვაანალიზებთ ოპერაცია ჯოჯოხეთს და გაწვდით ინფორმაციას იმ ტიპის დარტყმაზე, რომელიც მალე შეიძლება ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს პოკროვსკში. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რათა ყოველდღიურად მიიღოთ ვიდეოები უკრაინაში მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ. და მადლობა თქვენ როგორც ყოველთვის, რომ უყურებთ.